ქალაქში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა დღეს საბაგიროთი გაისეირნა და ბათუმის ხედები დაათვალიერა. ლევან ვარშალომიძის განმარტებით ნაციონალურ მოძრაობა სპეციალური პროგრამა ჰქონდა შემუშავებული, რითაც ქალაქში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის ერთნაირი სახურავებით გადახურვა იგეგმებოდა. პარტიის ლიდერის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ისინი აღნიშნულ პროგრამას აუცილებლად განახორციელებენ. ვარშალომიძის საბაგირო გზით გასეირნებას მხოლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი იღებდა. სხვა მასმედიის წარმომადგენლებს კომენტარის ჩაწერის საშუალება მხოლოდ ბათუმ გორაზე მიეცათ. აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად დღესვე პროპორციული სიის პირველი ნომერი გიორგი კირთაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძეც იმყოფებოდა. წელიწადი და 8 თვის განმავლობაში მოქმედი ხელისუფლება 1-2 უნდა გასეირნებულიყო, რომ დაენახა იმდენი ხარვეზი, რომელიც არის გამოსასწორებელი საბაგიროდან რაც ჩანს. ამიტომ ის პროექტი, რომელიც ჩვენ 2012 წელს დაგეგმილი ჰქონდა 13, 14, 15, 16 წლებში, გასაკეთებელია და მართლაც მისაღწევია ბოლომდე იმ გუნდით, რომელიც ჩვენ მოვდივართ ბათუმის საკრებულოში, ვპირდები ყველა ბათუმელს, რომ მართლაც საბაგიროდან რაც ჩანს მხოლოდ ის სახურავების გადახურვა, ის ინფრასტრუქტურის გამოსწორება და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დარჩა კიდევ გადასაწყვეტი, გადავწყვიტავთ და მივიყვანთ ბოლომდე.